ქართულ-ყაზახური მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიზიტის მეორე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა. კასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა მიულოცა და ბოლო წლებში საქართველოში მიღწეული პროგრესი აღნიშნა. გზავნილებით ასტანიდან ნინო არღლიანი. ნიშნავანი პოლიტიკური გზავნილები დასრულდა ყაზახეთის დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. დღეს ირაკლი კობახიძის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელმაც პირადად გამოთქვა სურვილი იმისა, რომ საქართველოსთან გაღრმავდეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მხარეებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიმართულებაზე თანამშრომლობის და ურთიერთობების გადახედვის და ასევე ბუნებრივია ისაუბრეს შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობაზე. საქართველოს დელეგაციამ უკვე დატოვა ასტანა. 2 დღის განმავლობაში ჩვენ ვაშუქებდით შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს დელეგაცია ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორთან ყაზახეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის უმაღლეს ეტაპზე გადადის. პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. კასიმ-ჟომართ ტოკაევმა ირაკლი კობახიძეს ჯერ თანამდებობაზე არჩევა, შემდეგ კი ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები მიულოცა და თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია ყაზახი ინვესტორებისთვისაც. შეხვედრაზე უმაღლესი თანამდებობების პირებმა ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის დიდი ინტერესი დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური კავშირები ისეთ ნიშნულს მიაღწევს, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნვას. საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშნა მეტყოლებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შერშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართ. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ეწვევით ჩვენს ქვეყანას. ყაზახური ინვესტიციების სახალისება საქართველოში ქართული კომპანიებისთვის ყაზახეთის ბაზარზე ხელშეწყობა, ტურიზმი. ამ საკითხების გარდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება შუა დერეფნის განვითარებას დაეთმო. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი მაქსიმალურად აღუდგენოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორიული ფუნქცია. ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი ქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ დაახლოებას, ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ვისაუბრეთ ყაზახური ინვესტიციების ახალისებაზე საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ ამ მხარდაჭერა, ასევე საუბარი იყო ქართული კომპანიებისთვის ყაზახეთის ბაზარზე ხელშეწყობაზე, საუბარი იყო ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ალტერნატიული დერეფნების განვითარება, კერძოდ შუა დერეფნი, სადაც საქართველოსთან თანამშრომლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყაზახეთის დედაქალაქში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები კოლეგებთან გამართეს. მაკაბოჭორიშვილსა და ყაზახეთის ვიცე-პრემიერს შორის ყურადღება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. განათლების სამინისტროებმა კი გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს. ვფიქრობთ, რომ ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სექტორი დასახელდა, სადაც საქართველომ და ყაზახეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, პარტნიორობა, რაც სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის, ორივე ქვეყნის ინტერესების წარმოსაჩენად საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ინტერნაციონალიზაცია. სწორედ ამ მიზნით დაიდო მემორანდუმი
მემორანდუმი, აღნიშნული მემორანდუმი მიცემს საშუალებას ორ ქვეყანას შორის კვლევითი მიმართულებით და მათ შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახ კოლეგასთან ერთად რკინიგზის ოფისში იმყოფებოდა საქართველოს და ყაზახეთს შორის. სარკინიგზო ტვირთბრუნვამ 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.